არსებობს ისეთი საქმიანობები, რომლებიც უფრო მეტად მამაკაცთან ასოცირდება. ხო და მოდი დავანგრიოთ სტერეოტიპები. ან შეიძლება ვერც დავანგრიოთ. ნახოთ რა იქნება ვცადოთ ბედის სხვადასხვა საქმეებში. მცდელობა იქნება ვენახის გასხვის სწავლა, ნასხლავის გამოტანა, მულჩირება, უკან შეტანა. ნახოთ რა გამოვა. წავედით. ქალბატონო, უწაფებ. ეხლა უკვე რა ხდება? უკვე უცებ აგიხსნი რა, რაც მე ვიცი. კარგია, ცუდია, შემოდგომით გავიგებთ მაგ ყველაფერს. აი უყურე, ეს დავტოვოთ სამამულეთ 2 კვირტი. ხო. ანუ ეს გადავჭერით. ხო, წერად ჩაუჭერი 2 კვირტი სამამულეთ დავტოვოთ. ეს აი საერთოდ ამოიღე. აი აქ საერთოდ. ამასაც წერად. კი ბატონო, ბოლომდე შეუწიე? ვაი. ეს. ოჩა. და ეს დატოვე დაახლოებით 6 კვირტი. ეს 6. 1 2 3 4 5 6. გადათვლით. რომია ჩვენი მე თვალი მარტივად შვები. ეხა შემდეგი ჩემიცდაა. შემიცდა. აბა რა შვები? აბა პირველად ეხლა ვცდი მე მარტო რას ვიზა. ამოვიხეთ ეს. აი აქ. ოპა. ისიც მოვაცლი. და კვირტს რო არ დაუვიდოს, ხო? კი ბატონო. ეხლა ამას დავაკუცმაცებ და გამოვიტან აქედან. ეს მორჩი ცხლას გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ნასხლავის გატანა, ჩაკუცმაცება და ისევ შიგნით შემოტანა. წავიდა. დავშალე მთლიანად. ბევრი მოგაგდა მაგითო. ო, კაი. დაყარე ისენი და მარტო ერთი იმით წამოდი. ანუ აი მაგითო მგითხარი, არასწორად გიჭირავს, ვაფშე არას ესეც აი ნახე როგორ აგიქ. ნახე როგორი მოგეცი მე. ანუ რა უქნია ამას შეხედე. რა უქნია? აი იქ მიდის ის ვიდეო კიდე უფრო უზარმაზარი. არ გათიშე? არა, ამას ვიღებდი ბარე. მე მეგონა გათიშულია. არ ხო გვიშვილი. მაგარი ავიბურდე თქვენ ახში. შემიკო. ერთი წუთი. მოიცა პედაშეც გამოვედეთ ერთმანეთს. ხო და დამანებე თავი. აჰა. შემეშვი. აქედან როგორ გავიტანო ეს? ეს კიდე უფრო რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. შევაგროვეთ, გამოვიტანეთ და ეხლა ამ ყველაფრის მულჩირება. მოკლედ საშინელი შეცდომა დაუშვით მე და ჩემმა ქმარმა სხლის დროს და ეს გადაწვენილები დაუტოვეთ და გავიორმაგეთ საქმე, იმიტომ რომ მულჩის აპარატი ამას ვერ ერევა და ეხლა 22 რიგი უნდა აი ესე სათითაოდ აი 22 რიგი. სათითაოდ უნდა დავსხლათ თავიდან. აბა როგორია პროცესი მულჩირების მაგუნა? არც ეს არ აღმოჩნდა მარტივი, რა გავაკეთო რა? მარტივი არაფერი არ არის. ეს ერთი რომ აი სათითაოდ უნდა ტენო. მერე ხელში ურტყავს. მოგეთ არ არის მარტივი რა, არაფერი არ არის მარტივი. ღვინის სმის გარდა. თუ ეგეც არ არის მარტივი. ღვინისმა მარტივია.
მარტივია? კი, кейფი არა. რატო? რა ვიცი, ეგრე მგონია. იცი რა ძნელი არის, მაგრამ აუცილებელია ჩემი აზრით ვენახის. ხო, მეც ეგრე მგონია. ეხლა დიდ ვენახს ესე ვერ დაამოვჭირე, მაგრამ არსებობს აგრეგატები, რომელსაც მარტივად აკეთებს მაგ საქმეს. ეხლა ეგ მორჩი მაგას, რაც გიტირავს ხევში. და ვნახოთ, აბა როგორი მასტრი ვიღეთ, რა ქვია. რა გამოვიდა? რა გამოვიდა მაგ საქმიდან. აი ამომართა. გიხავს ხო? გამთავროს. ჩამოშავდეს ბოლომდე და გათიშე მე. ხო? აბა ვნახოთ. აი. აუ რა მაგარია. მივიღეთ ჩვენი ჩამოშავებული. აი ნახე რაღაცებს მაინც სვად ბოლომდე ვერ შვება, იმიტომ აი სწრაფად როცა ხვდები ალბათ, ხო? არ ვიცი, ხო, მაგრამ აი ეს ბურბუშელასავით რო ყველაზე მაგარი ეგ ის არის. ჩამოშავდება და ნეშომპალად გადაიქცევა მოკლედ. კარგი, ეს უნდა შევიტანოთ ახლა ვენახში. დაჯექი. სხვა ნასწავლია, ხო არ ნასწავლი თქვი? ხო ვისწავლე ხა, ხო გამომივიდა. სხვა ისწავლა. თქვი აღიარე რომ გამომივიდა. არა, გამოგივიდა კი პერსპექტიული გოგონა ხარ აშკარად. ნამდვილად. აა აბაკუცმაცეთ. ჩავაკუცმაცეთ, მოკლედ ნასხლავი და შევიტანეთ ისე უკან სასუქის სახით, იმიტომ რომ მაგარი სასუქი არ არსებობს, ბიომეურნეობაში. შემოცომა გადაწყვიტა მოკლედ, რომ ცადოს ბედი სხვადასხვა ეგრეთ წოდებულ საქმიანობაში პროფესია უწოდოთ ვინადო რა ნებისმიერ რაღაცა და დაიწყო სხულით გააგზელებს დარწმუნებული ვარ კიდე რაღაც რამოდენიმე ღვინოსთან ასოცირებულ რაღაცეებთან ცოტა დავასპოილეროთ რაღაც ასოცირებულ საქმიანობასთან და როგორც მე მეძახის ყველაფერშიც მეც უნდა გავხდე ყველაფერს მცოდნე ადამიანი ადამიანი რომელსაც ყველაფერი გამოსდის მაკაძაგანია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო ძალიან გთხოვთ მოგვიწერეთ და დაგვილაიქეთ იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სტიმული იქნება და რაღაცა სხვანაირი შემართებით ვიქნებით დაგვიწერეთ კომენტარებში შემდეგი ჩელენჯი რომელი გნებავთ რომ იყოს შეიძლება არ იყოს შემდეგი მაგრამ იყოს შემდეგის შემდეგი რა სად ბედი რა გააკეთოს მაკა რა ცადოს გაუმარჯოს იცი რას გაუმარჯოს რას ჩვენს პირველ მაყურებელს ჩვენს პირველ გამომწერებს გაგიმარჯოთ ჩვენივე ღვინით გლოცავთ შარშანდელი ბუდეშორის საფერავით დროებით